Алло. Потом. Мака? Знаете, რომელი мака ხატიაშვილი ხარ? უი, შემოგელე, მე შენ მარგოთი გიცნობდა, მაკა ვერ გავიგე რომელი ხარ, შემოგელე. არა, გოგო, როგორ კავკასიურ სახში. ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბში ვარ, ფილარმონიის ქვეშ, ჯერ არ დაწყებულა, სასწრაფოდ წამოვიდი. ხო, ბარი დეჟავიო, დავай. მოგიცნობს უყუროს ჩემი თავენდა წარმოგედგინოთ არ ყოს წევანდელ ზოლამდე არ ვიცნობდი ერთ-ერთი ლიტერატურულ ღონისძიებაზე შემთხვევით მოხდა ჩემს გვერდზე და გამოიყო რომ უამრავი რაღაც გვაქვს საერთო პირველი რომ მე ვარ იმერელი ქუთაისში დაბადებული და ეს რა თქმა უნდა შემჩნეველი არ დარჩა მეორეც იყო ის რომ ნარკოლოგი ალიკოც მოგეცნებათ რომ ნარკოლოგია და მესამე ჩვენი დიდი სიყვარული ლიტერატურისადმი ამიტომ ალიკო ძალიან მშვიდად თქვა სხვათა მიზეზთა გამო შენ იქნები ამ სუფრის დიასახადის სხვათა მიზეზები ჩამოგითვალეთ გარდა ამისა ჩვენ არ მოგვაჩნდა ბევრი საერთო მეგობარი ანუ ალიკო დაუმეგობრდა იმ ადამიანებს რომელთანაც მე ვმეგობრო და ჩვენ მივხვდით რომ ბევრი საერთო გვაქვს თითქმის ერთნაირ ცენტრებში ვმუშაობთ მაგალითად ის კანადაში ვინც არ არის საქმის კურსში რომ ჩვენს კანადელ თანამემამულეზე გვაქვს საუბარი ზუსტად ისეთივე ცენტრი გვაქვს ჩვენ აქ საქართველოში მოვინახულეთ ეს ცენტრი გავცვალეთ გამოცდილებები გავუწიარეთ თქვენ წიგნები გავეცადეთ ერთმანეთის წიგნებს და ესე შედგა ჩვენი ნაცნობობა ალიკომ დატოვა წიგნი რომ ჩვენი წაგვეკითხა და ის წიგნი რა თქმა უნდა არ შედგებოდა რომ არა ვისი მეგობრები მათ შესახებ ეხლა მე მინდა გადავწე როგორც სიტყვა ალიკო ჩაჩანიძის ძმა სანდრო ჩაჩანიძეს რომელიც მოგიყვება თუ იმ ადამიანებზე რომლებმაც ყველაზე მეტი შრომა ჩადეს რათა წიგნი შემდგარიყო ხოლო მე მოგახსენებთ ამ წიგნის შესახებ ერთი მოგესალმებით ბატონო პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ მოგზაურებისთვის ალბათ მე არ მომიხდებოდა პირველი სიტყვის თქვა და სამაგობელი სიტყვის თქვა მაგრამ მოგეხსენებათ რომ ალეკო ახლა არის კანადაში და ფიზიკურად მე მიხდება ამ საქმის გაკეთება ამჟამად მინდა გითხრათ რომ წიგნზე მუშაობდნენ ხალხი და მუშაობდნენ ძალიან ინტენსიურად და გულიანად და მისთვის დიდი მადლობა მინდა უთხრა ავტორის სახელითაც და ქვეყნის სახელითაც. პირველ რიგში ესენი არიან რედაქტორი ბატონი კობა ჯუმბურიძე დიდი შრომა დაიწყო ალბათ ინაკი ჯუმბურიძემ ალბათ გამორმევებმა დიდი შრომა დაიწყო და დიდი მადლობა მოგწონო ამის შემდეგ მინდა გამომცემელს წიგნის სახელოსნოს ბატონ მამუკა ხანდაზეს მადლობა მოვახსენო რომ წიგნი დაგვეცნა და მინდა მადლობა მოვუხადო ყველას ვინც დეიბულის საშუალებით ნელ-ნელა ეცნობოდნენ ამ ალეკოს ნაშრომს
ნოველების მიხედვით იწონებდნენ მას, ან არ იწონებდნენ, ან გამოწყობდნენ თავის აზრს და ყოველივე ამან განაპირობა ის, რომ ეს ამ ნოველებმა მოეყარა თავი ერთ პატარა კრებულში, რომლის პრეზენტაციაზე დღეს თქვენ ბრძანდებით. უღრმესი მადლობა ყველა მეგობარს, ყველა ახლობელს, ვინც გულშემატკივრობდა ამ კრებულის გამოცემას და ბოლოს თქვენ უღრმესი მადლობა რომ მობრძანდით და დღეს ერთად მინდა განვიხილოთ ვისაუბრეთ წიგნის შესახებ და მე ახლა თავიდანვე მოგახსენებთ რომ წიგნის ავგავიანობაზე მე არაფერს არ ვიყრი შეინებულად, იმიტომ რომ ვერ ვიქნები ობიექტური და სუბიექტივის ვერ დავახსენ თავს, იმიტომ რომ ჩემი ძალიან ახლობელი ალეკო და ალბათ სხვა თვალით უნდა წიგნს განახვა, შეხედვა უცხო თვალით. ეს წიგნი იბადებოდა ჩემ თვალწინ და ყოველი აბზაცი და ყოველი რეკორდი გათავისებული მაქვს. ამიტომ მე არ მინდა რომ სუბიექტური ვიყო და სუბიექტური აზრი გამოთქვა. აზრის გამოთქვას და ჯერობა მომიდვია თქვენთვის. მოგიწვიეთ აქ ის ხალხი, ვისაც შეგიძლიათ ამამად ამის გაკეთება, წერილებით, წამდებით აქვს, უბრალოდ ახლობლებით, კრიტიკოსებით და ასე შემდეგ. თქვენგან მოვილი აზრებს ამ წიგნის თაობაზე, მინდა გითხრათ, რომ ეს არის დებიუტი, ეს მხოლოდ დასაწყისია წერილის ცხოვრებაში, პირველი წიგნია და ამ დებიუტს მოყვება მალე უკვე მუშაობა მიდის მეორე წიგნზედაც. და თქვენზეა დამოკიდებული, როგორ მიიღებს ამას კითხველი, როგორ მიიღებს ამას წერილები, ლიტერატორები, კრიტიკოსები და როგორ შეეფასებას მისცემა. ეს მეგონა მე თქვენთვის მეთქვა, დიდი მადლობა. ველი თქვენ გამოხმაურებას. ეხლა მე წარმოგიდგენთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ასევე უგულშემატკივრეს ალეკოს წიგნს უკვე წერური პლანიდან მხოლოდ მეგობრებმა. მაგალითად ნინო გოგეშაშვილი მწერალი, რომელიც დღეს იქნება ჩვენი საღამოს მუსიკალური გამფორმებელი და ასევე შალვა ხვალაძე. ნინოს გარდა მუსიკალური პრობლემებისა ჰქონდა აბსოლუტური ჩართვა პროცესში, როგორ მიდის, როგორ მზადდება, მოვიდა მუსიკალური ინსტრუმენტები გამართა, პირებამდე რა ხდება, ხალხი ხომ მოვაყენებენ, ასევე ჩართული იყო მთლიანად ამ პროცესში და ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა. ასევე დიდი მადლობა მინდა უთხრა ახლა ჩემს თავზე დგომ გიორგი ბუნდოვას, რომელიც ასევე ჩართული იყო პოლიტიკის ორგანიზებაში და არის დღეს გარკვეულ ჩვენი მასპინძელი, არის გაშუქება გარკვეულ Facebook-ზე, YouTube-ზე, ინტერნეტ სივრცეში, მან თავის თავზე იყო და ასევე გულშემატკივრობდა წიგნის გამოცვლას. დანარჩენი მეგობრები, რომლებიც იყვნენ ჩართული ამ პროცესში და დღეს გვიმასპინძლებდნენ, სიტყვაში გამოვლენ. ერთ-ერთი მათგანი იქნება ინგა მილორავა, სამას პრემიის ლაურეატი თამაზ ექვთიმიშვილი, ბარემ გაგაცნო ჩემს მიერ მოძველ სტუმრებს, რომელსაც ძალიან უყვართ ლიტერატურა და რომლებიც ძალიან უყვართ ლიტერატურის მოყვარულებს, ეს არის საბას პრემიის ლაურეატები შოთა იათაშვილი და მისი მეუღლე მაიკო სარიშვილი, ჭადის სახელი რო დაგავიწყდება შუა იმერეთში. მაიკო სარიშვილი, ისინი მოვიდნენ იმისათვის, რომ ახალი შემოწეული სიტყვა ქართულ ლიტერატურაში გაიცნონ და შემდგომ შეაფასონ. მე ორივე სიტყვას წიგნზეც ვიტყვი. წიგნს ქვია არაჩვეულებრივი სისულელე, არა ძალიან ცალკე ჩვეულებრივი სისულელე, ასევე როგორც უნდა ეწეროს. გაშია საქმე ახლა პრინციპში გრამატიკულად თითქოს გამოვიხილავ, მაგრამ იმიტომ რომ არასარი არც ძიმი, არც ახლის ნიშანი, არც ერთხის ნიშანი, არც სტილია. მე ვთვლი, რომ ეს არის გამოყოფილი უარყოფა.
იმ მოვლენებისა, რომლებიც ასახულია წიგნში, რომლებიც გარკვეულწილად ნეგატიური მოვლენები არის, იმ პიროვნებებისაც, რომელსაც აქვთ ეს უნებობა, ნეგატივიზმი ალიგო გამიგებს, გარშემო მომხდარი ვერ ადაპტირდებიან სოციალურ გარემოში. აი ეს არის პროტესტის გამომხატველი არა, რომელიც პრინციპში არის ჩვეულებრივი სისულელე. ეს ალიგოს მოთხოვნა იყო, რომ საკაული ასეთობა შეიძლება და მე ის მომწონს თავისი ნოვატორული და ორიგინალური ჩანაფიქრით. რამდენიმე მოთხრობა ერთმანეთის საინტერესო არის საოცრად სევდიანი, საოცრად დრამატული, ძალიან სასაცილო და ყველაზე საინტერესო ეს არის, რომ აი ყოველთვის რაღაც ესეთი ამერიკული ნოველა თქვათ, რომელშიც ყველაფერი მოკლე სიტყვებით, მოკლე ფრაზებით და მოკლე მინიშნებებით გაამდიდროს ქართული, თქვათ, სლენგი იქნება ეს, რაღაც გარკვეულწილად ტრადიციებით, ამასთანავე შეიძლება წაწყეთ ესეთ ფრაზას, რომ რას გავს ეს ფული კვაწარახის ბორტლი ქონდა, ამითი დაცოვილი, ანუ ეს ხალასი იუმორი, ხოლო და დავიწყებული სიტყვები, რომელიც შეიძლება მარტო ქუთაისს აწვენ, იმერში, რომ თბილისს შემოაკლდა, არის გაცოცხლებული. ჩემთვის ეს იყო აღმოჩენა და ძალიან გული გამიჩნდა მართალი გითხრათ. არის ესეთი უცნაური ჩანაფიქრი, ეს ბატონმა კობამ მოიფიქრა ესეთი რაღაცა, ერთი მოთხრობა, რომელიც ორი ნაწილისაგან შედგებოდა, არის გაყოფილი ორად, რომელსაც წინასწარ გავხსენით თითქოს მე ეს კარტები, მაგრამ ნახოთ როგორი ჩანაფიქრია, იცით რომ აი ამ ცხოვრების მდინარების გზაზე შეიძლება რომ ერთი მოთხრობა სადღაც გაწყდეს და მე თითქოს ის მეორე ადგილას უეცრად გაგრძელდება. ერთად გაწყდა იყოს სერბიანი, ხოლო მეორე ადგილას უკვე იყოს შედარებით ღიარული. ეხლა აი როდესაც ნარკომანებზე წერთ კითხები, ხა ნარკომანების გარდა ნორმალურად შედარებით შეხედავთ, მაგრამ უმეტესწილად მაგარ გარემოში ვართ ხო და გამოვხედა ესე და მეთქვა არა წარმოიდგინე სამსახურდა როგორ და ერთი სული მაქვს რომ აღარ დავინახო ეხა საწერათო დავიწყებ იმაზე დავწერე რომ მე წიგნი ავიღე ამ განწყობით ხელში მაგრამ იგი ნარკომანებზე მაინც წერს რაღაც ესეთი რბილი მონასმებით საკმაოდ მკაცრად უდგება მათი რომ აი ქართული ლიტერატურაში გავრცელებულია ტენდენცია ჩემი საზრით მათ ფრიადოლოგიურად ექცევიან მართალია ისინი უმებია სხვადასხვა პრობლემების გადაწყვეტის დროს თავის ცხოვრებაში აქ იგი ყოველთვის ისჯება და ეს არ არის ავტორისეული სიმკაცრე ეს პრინციპში რეალობის ასახვა არის უმეტესწილად მათ რაღაცა გარკვეული საჟელიერი თუ გარეგანი არა შინაგანი მაინც ხო სხვა პერსონაჟებიც არიან ფრიად სახასიათო და მოთხრობები მოკლეა ცით და მოკლე მოთხრობაში ცოტა ძნელია რომ პერსონაჟი გავხსნა და დაგამახსოვდეს და პირობას ვშვებ რომ ამ წიგნის პერსონაჟებიდან ბევრი დავგამახსოვრებთ თავს. ეხლა მე სანამ სიტყვაზე გადავიდოდე ერთი სიმღერა და ამასობაში ჩვენ პატარა სურპრიზს მოვაგზავნებთ. ერთი ზუსტი გავეწყობთ. შეგიძლიათ მივიდეთ.
გაუმარჯოს. იტარი ხო თვალი მგონი იტარი. მარი იდეა გამოსახულება მაინც არის ნორმალური. ჭიქისხმა კარგად იყო, რაც თავარია და ეხლა მიჭახულა. ეხლა მე მინდა რომ სიტყვა გადავწე წიგნის გამოცემას ბატონ მამუკახანიძეს. გამარჯობა, ნაგავსავები. ორი მართოვარი მე თქო დამებედა ესე პირველი წიგნების გამომცემელი ვარ ისეთი პოპულარული წელში როგორც არის დათო თოლაშვილი, რატი ამაღლობელი. დათო რამენიკა ეთერი გაგვრია ბესურა. დათო ქართველში და აი დებიუტი კიდევ ერთი. ალოს წიგნი და ეჭვი მაქვს თქვენს ასეთივე პოპულარული გახდებით, იმიტომ წავიდეთ მოსწრებები. ეხლა როგორც კითხველი მეთქვით ცოცხლებია. ალიკოსაც ეჭვი მაქვს ძალიან მოყავს ამ ბოლო დროს ძალიან ერთფეროვანი ძალიან ერთფეროვანი ნაწარმოები იქნება ამ ალიკოს ჩალისწორი. განას. ეს ერთი და სხვა ალიკო რა ლამაზია. მიულოცა ავტორს ამ წიგნის გამოცემას და უსურვო ბევრი წიგნი. რამდენი ხანია გვაქვს? ორი კვირა არა ტაში. ორი კვირა რაც გაფრინდა განაგაცი. მისი პირშოს პირველი წიგნის არაჩვეულებრივი სისულელის შესახებ. ეს წიგნი მე მსურს რომ ახლა შეაფასოს ალიკოს ახლო მეგობარმა და ლიტერატურა ცოდნემ ინგა მილორავა. ხოთ. ისე მეტალქეთი ხო ვარ და გიდა სუფრაზე სადაც ბატონი გიუსი ხარუმძეა თამადის როლი ის რო ქალმა შვედიერი კამერა ლამაზია. გივი რა მიდეს უშრო. ალეკოს წიგნი ჩემთვის არის ძალიან სასიამოვნო, რომ გამოვიდა. ძალიან კარგია ეს, ძალიან გასახარია, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ თითქოს დიდი მრავალფეროვნება ეს ჩვენ სალიტარატურო ხეშავთ ბაზარზე,
მაინც ძალიან მნიშვნელოვანია, რაღაც დაბალანსებულია. ჩემთვის ამაში არის ძალიან ბევრი რამე დაბალანსებული. არის ერთი მხრივ თითქოს ერთი თემები, აი თითქოს მოდი ვთქვათ ეს კრიმინალური თემატიკა, მეორე მხრივ თითქოს გადამხდარი რომანტიზმი, მესამე მხრივ არის თითქოს რაღაცები სუპერიალური საქმიანო ნაწერები, რომელსაც ხან პოსტმოდერნიზმი იბურებება, ხან სტრუქტურალიზმი შეიძლება მივიდეს, აფასი რამე. აი აქ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი შინაგანად მთლიანი ადამიანის გაწეული წიგნი. ადამიანის რომელიც არის შინაგანად გამთლიანებული და არ არის გარკვეული. კიდევ აი ჩემთვის ვფიქრობდი, რომ აი რაღაც იმედგაცრუება, თქოს სამყაროსადმი ისეთი სკეპტიკური ელემენტიც, როდესაც უყურებს ფეისბუქში, მე წიგნი მთლიანობაში ფერის რაღაც იყო ისეთები, რომელიც არის რა თქმა უნდა ახალი და ძალიან საინტერესო და მინდოდა რაღაც ინფორმაცია მომეძებნა, ვინარი ეს ორი წერალია და მოვიფიქრე ესეთი გუნდაკენი რომანტიკოს თანამედროვე სამყაროს გუნდაკენი რომანტიკოს რომელსაც ხედვა ძალიან სახი ყველაფერს ხედავს ძალიან ზუსტად ყველაფერს იმეცნობს და გადმოსცემს თავის ტექსტში ზუსტად მაგრამ ამავე დროს ძებს მასში თავის გრძნობას რომელიც არის დაჭრილი გუნდაკენი მტკივნეული ძალიან სახის მაგრამ ანუ რომანტიკოს სამსახური და შეიძლება ასე არაფერი წიგნი. ეხლა მინდა ხაზი გავუსვა კიდე იმას, რომ მას მორალისტობას ახლა შეიძლება მორალიზმს ტექსტში ვერ ვიტანმე პირადად და მე მგონი არ ხდება მაინდა-მაინც მორალისტობას წერალი, მაგრამ მე აქ დავიტანე ძალიან ბევრი რომელშიც არის ეს მარადიული ფასეულობა, როგორ უნდა იცხოვოს ადამიანმა და გაიცხოვოს, როგორ უნდა გამყარდეს, შეიძლება თუ არა ცოდვაზე ბედნიერება და ეს მოწოდებულია ისე რომ ერთიდან მიღებული ხატული ანარეკდის შედეგია და ეს წიგნი არის ესეთი და მე ვფიქრობ რომ ის წაიკითხავს მიიღებს არ მარტო ესთეტიკურ სიამოვნებას და კარგი საკითხავია ხალისი არის სასიამოვნო არამედ მიიღებს ძალიან ბევრ ინფორმაციასაც და იმ დროსა და სივრცეზე რომელშიც ცხოვრობს და მიიღებს ძალდაუკანონად ხალისი სიამოვნებით და დიდი სიხარული რომელსაც კარგი წიგნის კითხვა ჰქვია. დიდი მადლობა არის. სანამ შემდეგ წერალს გადავცემდე მიკროფონს, ვისაც თავისი აზრი გამოთქვას ალიკოს წიგნზე, ერთი-ორი სიტყვა ისევ მინდა გავახსენო და გავახსენო მისი ორი გმირი ჩიტი. ეხლა მთლიანად არ მინდა რომ მოვყვე მოთხრობები, მაგრამ მოთხრობების წიგნში არის ორი ძალიან საინტერესო ჩიტუნა. ერთი ნიანგმა შეჯამა და მეორე ფეხები გაფშიკა. ისინი ორივე ძალიან საინტერესო დანახული სახელია. მე არ ვიცი რა შეიძლებოდა მე შევეძალი ნარკოლოგიაში. რა უნდა დაწერილი იყო, რომ ის მე გულზე მომხვედროდა. და მოხდა ისე, რომ პატარა ბეღურას ამბორმა, რომელიც კაიფობს, ჩემზე წარუშლილი შთაბეჭდილება მოახდინა, იმიტომ რომ როდესაც ბოლოში წერია, რომ ამ ფეხები გამშიკა, ეს იმდენად ზუსტად ჩანს სიკვდილი, დანახული საწყალი, არსების, რომ დიდხანს ვიჯექია ესე გაუგრებული, როგორ შეიძლება ორიგინალურად დაწერო უკვე ჩვენს სივრცეში გაცვეთილი თემატიკა. მეორე ჩიტი ძალიან სამახსოვრებელია, იმიტომ რომ არელი მის სიკვდილს, მკითხველებს დავუტოვოთ ეს ამბავი. ჩვენ მიციკდილთან ხშირად გვაქვს შეხება, ვიცით რომ თუ რიანის ხახაშიძე ხარ, მანის შეიძლება ყოველთვის დახუროს. და რა გვაქვს დარჩენილი, მე
არ ვიცი ხა ვისაც არ წავიდიხავ ჯერჯერობით ვერ გაიგებს და როდესაც არ წაიკითხავენ ნამდვილად მიხვდებიან რას ვეუბნები ეხლა მე ალიკოს ჩვენ ამ ყველაფრისგან გვიხსნის ერთადერთი აქეთ მოიწია რომ დაგინახოს, აქეთ მოიწია. ეს არის რომ აი ისაა მოდელები და ის უბრალოდ მოდელები. რადგან საერთოდ ესენი პარალელურია დიდად გოლური ნოველის გარდა. პარალელურობის მოსახლეობაზე საერთოდ პარალელურობის ოთახში წერილებს აღწერა. სულ მის კოლეგი ჟანრი არის ხობა. ეს არის უბრალოდ ასოციაციის ნოველა. სალორეს ნომერს რომანსი და ექიმის ჩაპროპოზის. ნოველა ჩვენს ასოციაცია. ესეთი ამფერეს არის ძალიან სასიამოვნო. და დიალოგები პარალელურად ნამდვილი პირისები გასაგრიზული ნოველებია. და ეხლა და ალკო არის Direkt rakam marçesi de var. Televizyon. Gidelim kapatalım da asli volundayız. Ya solusu var. Volundayızın tavsiye vermeye var. Ama marifaniz patalisti. Ya zaten Mihailov'un metnuru patalisti. Esas biliyorsun bunun içinde esas tavsiye. Güzel. Aliko. Ძალიან გამოხარა ამ ფიგის ფიზიკის პროცესი მოჩენილი ძალიან სასიამოვნო განსაკუთრებით ორი წელი ნოლის გადავლის პროცესია გარდა ის იმას ხაზებია იქ არის უფრო გასწორებული არის იდეები პროცესი მაგრამ ჩემი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ზურა ფიშა და ზე Dalgabi, araştırılabilir novela. Da gidiyor. Nu, eka şintali ortaya orta akademiyanıma da İstanbul Ortası'nın şu uzunluğuyla asıl uğurlu sikletik da alışya motosikletin sayarız, treniz საიდან ამოვიდა, საიდან გავკარგეს უჯიშო ხალხმა, აი არის უნემური ერთი მოთხრობა, რომელსაც ქვია ედიცი ჩავეხედო რა. სადაური არ მაქვს. აი პირველი ესა და საჭირი. ორლარიანი ოპერა. ის არის Sipo, Salvani, dezaba titulare. Ma la cura per il fisico, allora, cara per le misure. გაშაშოს მინდა რომ გადავწეს სიტყვა, იმიტომ რომ მას ორმაგი ფუნქცია დაეკისრა, არ არის საკმარისი რომ გაციებულია და ვერისფერი საღამოსთვის კიდევ ევალება რომ სიტყვაც თქვას. აი აქ დადექი და დაგინახავს. აქედან დაგინახავს. ალეკო, აი Einstein. Einstein ციგზეც ხატია და ერთ-ერთი პერსონაჟი არის საკმაოდ თავის დროზე გამოყოფს თავის გზელებას, როგორც იცის ყოველდღე. ამიტომ ნინომ ასე ვთქვათ, თავისი იმიჯი შეუთავსებამა ციგს. პერსონაჟი მოვაწყო. მე ვისწავლე რომ ჩვენს თაობას ძალიან
რთული და საინტერესო როლი არგუნა ისტორიამ გვეთამაშა. როცა ჩვენ ზრდასრულები გავხდით დავთავაზეთ სკოლა და უკვე ვაპირებდით შეგნებული ცხოვრების დაწყებას, მაშინ გავაკისრა ისტორიამ, კინოს ჟარგონში ამბობენ ხოლმე მასოვკის როლის შესრულება. ყველასათვის ცნობილი მოვლენების გამო, ახლა არ დავიწყებ მეცნიერებს და ჩვენმა თავებამ მასოვკის როლი შეასრულა და თითქოს და პიროვნებები, თითქოს და ინდივიდები ჩაიკარგნენ ამ როლის შესრულებაში, მაგრამ გამოხდა ხალხი და ერთეულმა წარმომადგენლებმა ჩვენი თაობის დაიწყეს დამტკიცება იმის, რომ ეს ასე არ იყო. არა მარტო მასა იყო ჩვენი თაობა, არამედ პიროვნებებიც იყვნენ, ინდივიდებიც იყვნენ და იმ პერიოდში ისხდნენ თავისთვის და რაღაცას აკეთებდნენ. თუმცა კი ეს რაღაცა შეიძლება არავის არ სჭირდებოდა ქვეყანაში და სახელმწიფოში. როდესაც ერთ-ერთი ასეთი წარმომადგენელი ვინმე ნებისმიერი ჩემი თაობის გამოჩნდება, მე ეს ძალიან დიდი სიხარულით მავსებს. ასეთივე სიხარული და სიამაყით ამავსო მე ამერიკის გამოჩენა, რომელიც მიგზავნიდა ხოლმე სტაილში მოთხრობებს და ვეცნობოდი მის მოთხრობებს. სხვათა შორის როცა პირველს გავეცანი, ძალიან მომეწონა, ეს იყო არაჩვეულებრივი სისულელე და მე მგონი თუ ახსოვი არ იყო ესე მითხარი, რომ ეს ჩემი პირველი მოთხრობა არისო. მე მგონი ესე იყო და ძალიან გამიკვირდა როგორ შეიძლება დაწერა პირველი და ასეთი. და ჩემი თაობის ერთ-ერთი შესანიშნავი წარმომადგენელი ხარ ამერიკას საამაყო მიამაყები, იმიტომ კი არა ეხლა შემისახავია. უბრალოდ იმიტომ, რომ მე ეს მოთხრობები აღმოაჩინე როგორც ძალიან კარგი მოთხრობები. შეხარ როგორ თქვა, შედეგიანი მწერალია ამის თქმამდე, შედეგი გამოიხატება რაში? იმაში, რომ რჩება მოთხრობა მკითხვებთან. ზოგჯერ კრებულს წაიკითხა მთლიანს და არაფერი არ რჩება. შენი თითოეული მოთხრობა რჩება, თითოეული მოთხრობა რჩება თავის სიუჟეტით, გმირებით, ძალიან ზუსტი და კონკრეტული ფრაზებით, რომელებიც ზუსტად მოთხრობის დასაწყისიდან ბოლომდე ზუსტად მიზნისკენ მიდის, არც იქით გადაუხოს, არც იქით გამოუხოს და თავის მიზანს მოთხრობა აღწევს. კარგად შეკრული სიუჟეტით, კარგი იუმორით, კარგად გაწყობილი მორალური კოდექსით და ზნეობრივი პიროვნებით და შენი მთლიანი კეთილშობილობით აიღო. შენი ველოს აიღო ჩაჩარი. ჩემო ალენო, ჩემო ზურბასო მეგობარი, ჩემო უფროსო ძმაო, შეშეგობილო. ეხლა მე ძალიან მოკლედ და ეს ჩემი სიტყვა იქნება ალბათ ვინც ვიცნობს იმათვის გასაკვირველი, იმიტომ რომ მე ამ თემებზე არ ვსაუბრობ ხოლმე და პირდაპირ ვასწავლებ პრესმენები არ მიყვარს, მაგრამ დღეს არ შემიძლია რომ ჩემ ტრადიციას არ გადავუხილო. სულ ერთი რაღაცის თქმა უნდა. ну იმდენი ილაპარაკეს და ისე კომპეტენტურად მისი ნაწარმოებების ლიტერატურულ ღირებულებებზე რომ მე მეც ვერაფერს ვერ დავამატებ გარდა ჩემი კომპლიმენტებისა როგორც კოლეგის მიმართ და როგორც უნიჭიერეს მწერლის მიმართ, მე უბრალოდ ვიტყვი რომ ალეკო ახერხებს რომ ჩვენს ქვეყნის მიღმა ყოფილი ყველაზე მეტად დარჩეს ქართველი. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი აზრით. ჩემზე მეტი ქართველიც არის და ბევრ შეთანხმაზე მეტი ქართველიც არის. მისი ქართველობა, მის ყოველ სტრიქონში, მის ვიხურა-მოხურაში, მის მენტალიტეტში, მის კაცობაში, ადამიანობაში გამოვლინდება. მე დავწერე კიდევაც გუშინ ინტერნეტში და დღესაც გავიმეორებ, რომ მე მეამაყება, მართლა მეამაყება მთელი ჩემი შექმნებით, მთელი ჩემი ადამიანობით, რომ მისი მეგობარი მქვია და ჩვენ მეგობრები ვართ. შენ შემოგულო ჩემი ხარ. იცოცხლე და სუმაგრაფი, შემალი გამიგო. Kalbadona ete. იქ სადაც თქვენ ხართ, თქვენ სიმღერას გარშე წარმოადგენთ.
წიგნები ავტორისაგან. ანუ ეს არის ალიკოს გაჩუქებული სიყვარული. ჩვენ მივიღეთ ეს სიყვარული და მადლობას ვუხსნით მას ამ გზნობისთვის. დიდი მადლობა. ალეკო ხوارებს ვიყიდით. იმის შემდეგ კინოში ჩვენ არ წავედით. რაც ჩვენ გულოცი. მეგაიგო მგონი. ალეკო ხوارებს ვიყიდით. ძალიან კარგი. ეხლა ეთერის მაშინ მივხედოთ სუფრას, ალეკო ჩვენთან ერთად იქნება. აბატო მანას გამარა. ამარა აგრე ადამიანს აურე. გამანახი. ის კი გამანახი. ავტეგზელებთ. თქვენ მაშინ ბატონ გივის პროექტი გარკვეულ სუფრა. აი ამ სიხარულს გაუმართ. არა ბატონ გივი. ორიოდესი მაგვითად უკვე სუფრა. შემოსაყარელო. ისეთი ამაზე გოგო, ისე კარგად მიყავს, რომ იდიოტობა იქნება ჩემი საყარა. ბოლომდე წაი. არა, გენაცვალე ლიტერატურულ ნაწილშიც გენიოსები გამოდიოდნენ ჩემთან ერთად და ეხლა ვიგე. არ ვიცი მე არაფერი.
შედევს მკერდზე მაყრიდა, გამოიცრა სხვა სითხეში, ისე ძლიერაგრიდა, გამიდერა მართლების ნიავმა და თუჩებთან მოგონება დარჩა კოცმსიარა. ერთად წაიწოწავა. ნახევარმთვარე, ჩემს ხელს კლავად სურვილი აქვს შენი რაკოცნის, ისევ შემოიწო სურვილი და ჟინი არ მოსდის. ვაგით კლავმინდა მიგისველებე, მაგრამ ამას თვალებს დამემურნებას მეკავდეს ზეციდან თვარე. მიწის მკრავებზე გადაწყვეტი მიღები ღამეს, მინდა კლავშურდეს, ართუთობებდეს ეს სიმეტარე, ცარცვაცვლავებდეს ძმებისაგან მიცინცინებდეს. დაგლოცილობდეს, რომ მიწის შვილს გაექცეს თვარე, ნახევარმთვარე ასე თეთრი, ასე ნათელი, კვლავ მინდა იყოს მოკლე სიმბაულის ალადანთების. მადლობა ლიდა. მიდან მარადრა იყედან ალე. გაგალი. აუბარდოს. ბრავო. მანანა კარგად ხარში. შენი ასეთი დიდი სიყვარული, ენერგია, შენი ასეთი თავდადება შვილის მიმართ, შენი ასეთი აი არ ვიცი განუზომლა და გაქვს სიყვარული. განსაკუთრებით ალეკოს რა ვქნა, ეს უნდა აღიარო, რომ ალეკოს ბიჭის გავარა არა. ალეკო ჩემი მეგობრის, ჩემი შვილის მეგობარია და ეს რომ ჩემი საკუთარი ისე მიყვარს. Აკეთე შვილები გამოცამი, ალეკო შვილი. ალეკო დედა სამღებრძოლო დავლიო, იმიტომ რომ შენ რომ დედა ყავს, აი ასეთი დედა ძალიან იშვიათია, ასეთი თავდადებული შენი, აი უღრმესად და უწმინდესად მსახური დედა ყავს, ეს შენ, აი რომელიც აი თითქმის ღერიდან ფერს ჩილამდე მხოლოდ შენ გემსახურება, მხოლოდ შენ უყვარხარ, ამაზე ყველაზე ძლიერ. და ალეკო, მე შენ ძალიან მიყვარხარ, იმიტომ რომ ჩემი შვილის მეგობარი ხარ. ჩემი შვილი, რომელიც შენს პარალელურად ნიუ-იორკში ცხოვრობს და იღურებს ახლა იქიდან. სულ კარგად იყავ, ჯანმრთელად და ბედნიერად. იცოდი, დედასთან მადლობა, დიდი მადლობა. ძალიან მომიქი აკეთე ძალიან. ეს ყველაფერი აქვს. კოსულვა. ისმის. ესე მელაპარაკო და ბაბო. ჩვენი ხმა როგორ გესმის? ურა, ევდელი, ორებაში ეთები, ხოლმე მიმით ჰავს. ეს მეგობარი ვერც. ერთი რომ არის, აი დედა რომ ხავს ესეთი ბედნიერი. ალბათონა როგორ დედა. რა კონგონია და თქვენ საბუჯო. არა, კაცრო სულ. გამიშენე. მიკროფონი ჩქარცა მოძორა. უბრალოდ არის. ისა აქტივობი არის შეიძლება და შეიძლება მიმართა ვიტანში რომ მანალა მარტო დედა შენ მეგობარი არის ასე შეიძლება ის მეგობრო და უჩერდა რომ ძალიან მიხარ და დედალინა რაო აი ხარა დიდი მადლობა. შენ ხოიცი რომ შენთვის მოვედი ამ ქვეყანაზე და შენ ისავა ამ ქვეყანაში.